გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, დღეს გვექნება საუბარი DAO პრაქტიკების შესახებ. DAO პრაქტიკები შედგება რამოდენიმე საფეხურისაგან და ახლა განვიხილოთ ეს საფეხურები. პირველი, ეს არის სხეულის გაწმენდა და გაძლიერება, რაც ხდება ჯანსაღი კვებით, სუნთქვითი ვარჯიშებით, ციგუნის ვარჯიშებით, ორგანოების ენერგეტიკული ჰარმონიზაციით. ეს არის მედიტაცია შინაგანი ღიმილი. მეორე, ენერგიის დაგროვება და შენახვა, ჯინგის კონსერვაცია, სექსუალური ენერგიის შენარჩუნება, რათა ის ზედმეტად და უაზროდ არ დაეხარჯოს. ენერგიის დაგროვება ქვედა დანიენში, ეს არის ჭიპის ქვემოთ, ანუ მუცლის ქვედა არე. მესამე, ენერგიის გარდაქმნა, მიკროკოსმიური ორბიტა, ეს არის ენერგიის ცირკულაცია ხერხემლის გასწვრის ზემოთ და სხეულის წინა მხარეს ქვევით. ციგუნის ან მედიტაციური მეთოდებით ძველი პროგრამებისაგან განთავისუფლება, სულიერი გაღვიძება, შენის გაძლიერება, ცნობიერების გაფართოება, შინაგანი ხედვა, მედიტაცია სიცარიელეზე და DAO-სთან შეერთება. სიმბოლიკა და ალქიმიური ენა. DAO-ს ტექსტებში ხშირად გვხვდება ტერმინები ღრმა ღუმელი, ქვედა დანიენი. ეს არის იგივე ქვედა დანიენი, ენერგიის ცენტრალური საწავი, შიდა ელექსირი. ეს არის ტრანსფორმირებული ენერგია, გოლკი, ანუ golden elixir, საბოლოო გაერთიანებული სულიერი მდგომარეობა. პრაქტიკული ელემენტები, სუნთქვითი ტექნიკები, აბდომინალური მუცლით სუნთქვა, ანუ მუცლით სუნთქვა, მიკროკოსმიური ორბიტა, ენერგიის ბრუნვა მთავარ არხებზე. სექსუალური ალქიმია, მამაკაცსა და ქალში ენერგიის შენარჩუნება, გაცვლა და ტრანსფორმაცია. ანუ მათ შორის ენერგიის გაცვლა და ამ ენერგიის ტრანსფორმაცია. შინაგანი ღიმილი, ორგანოების ენერგეტიკული გაწმენდა სიყვარულით. დინამიკური ციგუნი, ენერგიის ცირკულაცია ნელი ტალღისებრი მოძრაობებით. საბოლოო მიზანი ეს არის, რომ სხეული ხდება განსხეულებული ტაძარი, გონება მშვიდია, სული ნათელია, ადამიანი არ კარგავს სიცოცხლის ძალას, არამედ მუდმივად აღადგენს მას. ამის შედეგი არის სიცოცხლის გახანგრძლივება, ჯანმრთელობა, შინაგანი თავისუფლება და DAO-სთან შეერთება. პირველი საფეხური საფუძველი, ანუ ამ პრაქტიკების ეს არის სხეულის გაწმენდა და მზადება. მიზანი სხეულის მომზადება ენერგიისათვის. სუნთქვა მუცლით, დაჭიქით ზაზენის პოზაში, ჩაისუნთქით ისე, რომ მუცელი ოდნავ გამოიბეროს. ამოსუნთქვისას კი მსუბუქად შეიწიოს. ეს გააკეთეთ დღეში 3-5 წუთი. შინაგანი ღიმილი. დაღუჭეთ თვალები, წარმოედგინეთ, რომ ღიმილს უგზავნით გულს, ფილტვებს, ღვიძლს, თირკმელებს, ელენთას, და ასე შემდეგ. ყოველ ორგანოს სიყვარულით ივსება და ისვენებს. ესე 3 წუთი გააკეთეთ. კვება და რეჟიმი, ზომიერი კვება, ბუნებასთან სიახლოვე და სუფთა წყლის სმა. მეორე საფეხური, ენერგიის დაგროვება, ჯინგის შენახვა. მიზანი სიცოცხლის ძალის, ანუ საწყობის გამაგრება ქვედა დანიენში, ჭიპის ქვემოთ. ამ დროს არის საჭირო ყურადღება გადავიტანოთ დანიენზე, ცალსუნთქვისას წარმოედგინეთ, რომ ენერგია იქ შედის და ამოსუნთქვისას წარმოედგინეთ, რომ ენერგია იქ რჩება და გროვდება. 3 წუთი აპრაქტიკეთ ეს სუნთქვა. სექსუალური ენერგიის შენარჩუნება. ზედმეტი ენერგია არ უნდა დაეხარჯოს, ანუ მამაკაცში არ არის საჭირო ზედმეტი ეაკულაცია, ხოლო ქალი ზედმეტად არ უნდა გამოიფიტოს. ენერგია უნდა დაგროვდეს და ორგანიზმში დარჩეს. ფიზიკური ვარჯიშები, ციგუნი, ტერფების მიწაზე დარტყმა, სხეულის რხევა, ენერგიის გააქტიურება 5-10 წუთი. მესამე საფეხური, ენერგიის ტრანსფორმაცია ჯინგიდან ცისკენ. მიზანი დაგროვილი ენერგიის გაღვიძება და მოძრაობაში ჩაშვება. მიკროკოსმიური ორბიტა. წარმოედგინე, რომ ენერგია ადის ხერხემლის ზემოთ კუდუსუნიდან თხემამდე, ანუ უკნიდან და შემდეგ ჩამოდის წინიდან, ზემოდან ქვემოთ და ეს წრედი არის შეკრული. ამ დროს ენის წვერი უნდა ეხებოდეს სასას, რათა წრე შეიკრას. ნელა მედიტაციურად ატარეთ ეს წრე თქვენს წარმოსახვაში 5-10 წუთი, ну შეგიძლიათ 3-5 წუთი.
10 წუთი შეიძლება მართლა ცოტა ბევრი იყოს. სუნთქვა ორბიტაში. ჩასუნთქვით ენერგია ზემოთ ადის, ამოსუნთქვით ენერგია ქვემოთ ჩამოდის. ესეც გააკეთეთ 3-5 წუთი. მეოთხე საფეხური ცნობიერების გაძლიერება, ანუ ციდან შენისკენ წასვლა. მიზანი ენერგიის ტალღა გადადის ცნობიერებაში. გონების დამშვიდება, კონცენტრაცია სუნთქვაზე ან ორბიტაზე. შინაგანი ღიმილის გაფართოვება. ეხლა უკვე უღიმით არა მხოლოდ ორგანოებს, არამედ მთელ სხეულს და გონებას. ესეც გააკეთეთ 3-5 წუთი. სულიერი მედიტაცია, მე და დაო, ანუ სამყარო ერთნი ვართ. ცნობიერება ჩერდება და ჩუმდება. 3-5 წუთი გააკეთეთ ეს მედიტაცია, ანუ სამყაროსთან გაერთიანების. მეხუთე საფეხური, ერთიანობა, შენიდან დაოსკენ. მიზანი სულიერი გაერთიანება, ოქროს ელიქსირი. სიცარიელეზე მედიტაცია, უბრალოდ ყოფნა ფიქრების გარეშე. შეცადეთ, რომ ფიქრები გაფანტოთ და მოეშვათ, ასე იმედიტირეთ 3-დან 5 წუთამდე. ბუნებასთან ჰარმონია. დილაობით კარგიერი მზის სხივებთან, მიწასთან, წყალთან ურთიერთობა. 10-დან 20 წუთამდე. ინსპირაციის მდგომარეობა, შიგნით სიჩუმე, გარეთ სიმარტივე. დამწყებებისათვის, ასე იგი, ჯერ გააკეთეთ პირველი 2 საფეხურით, ჯერ გააკეთეთ ანუ სუნთქვითი ვარჯიშები და ენერგიის დაგროვება. როდესაც უკვე იგრძნობთ, რომ ამაში საკმაოდ მომაგდეთ, მომძლავდით, სხეული მშვიდია და ენერგიული, უკვე შემდეგ გადადით შემდეგ საფეხურებზე, ანუ მიკროკოსმიურ ორბიტაზე. ამით მე გემშვიდობებით დროებით.